არა, გასაგებია, ამიტომ რეკლამამდე მივცემ მე მას. მიფასუხეთ, რა უნდა მიფასუხო, მაინტერესებს. მოდით ვაცადოთ, ხო? კი ბატონო, გისმენთ. ერთი რა შეეხება თვითონ ამ გიჩმა რაც გააკეთა რაც სატელევიზიო ეთერით მათ შორის გადასცა რაცა ამის თელი შინაარსი იყო იმისი რომ ეს იყო სამოქალაქო დაუმორჩილების აქტი. აუ ჩვენ ვაპროტესტებთ იმ ნარკოპოლიტიკას რომელიც ამ ქვეყანაში არის და მათ შორის ვაპროტესტებთ რომ ადამიანებს იჭერენ თუნდაც მარიხუანის კულტივაციისთვის. შეიძლება მესმის რომ შეიძლება თქვენთვის რთული გასაგები იყოს რა იყო ამის შინაარსი, მაგრამ ამის შინაარსი იყო ეს. ჩემთვის ნამდვილად რთული გასაგები. შეეხება პოლიცია როგორი მოქმედა. მაშინ ნუ ლაპარაკი. გავიგე ვიცი თქვენი პოზიცია, გავიგე პირდაპირ თქვი და პირდაპირ ვიძახი მინდა რომ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანებს არ იჭერდნენ. რა არის ამაში გაუგებარი? არც კულტივაციის ჩემთვის ის არის გაუგებარი რომ თქვენმა ერთ-ერთ გაუგებარი რობოტი დავთესოთ აქო მე გავყიდოთ საზღვარგარეთო ფული შემოვა სხვათაშორის მარტოკივი გილსა დათვლილი და ეკონომიკური ერთი წუთი სხვათაშორის ფული კარგი მადლობა კიდე ერთი კომენტარი გავაკეთე დავასრულოთ ეს დამოკიდებულება ადამიანებისადმი რომლებიც არიან ნარკომომხმარებლები რომელსაც ავატყობებად მოიხსენიებს ეს ადამიანი და ლანძღავს უშუალო სიტყვებით ეს არის ჩვენების საბჭოთა მენტალიტეტის ადამიანი მანამ სანამ ამ ქვეყანაში იქნება ესეთი დამოკიდებულება მაგრამ ესეთი ადამიანები რეკავენ მაშინ თქვენ ინტერაქტივზე მანამდე ეს სტრუმპი ამ ქვეყანაში იქნება კიდე ძალიან დიდხანს დიდი მადლობა ვასრულებთ ამ ნაწილს გადაცემის ერთი წუთით მე ვიტყვი უბრალოდ თქვენ წეღა მძანეთ რომ აი გავხიდოთო გირჩს აქვს დათვლილი რეკლამის შემდეგ თქვენ არის ხალხი რო მოგიწევთ ჩემნაირთან ერთად ცხოვრება შენერთან არ ვიცხოვრებ იმიტომ არა მოგიწევთ კი მე ცხოვრობ ამ ქვეყანაში დიდი მადლობა გიძურა ძალიან მადლობა დავბრუნდებით უკვე რეკლამის შემდეგ მე ვამბობ და ვერ დავასრულე გირჩს აქვს დათვლილი რა ეკონომიკურ მოგებას მოუტანს ქვეყანას მათი აი ეს ინიციატივები მადლობა რეკლამის შემდეგ მხოლოდ თქვენი დისკუსიის ნაწილია ამიტომ ამაზე მე გავაკეთოთ უკვე კომენტარები დავბრუნდებით ძალიან მალე რეკლამის შემდეგ მოგიყვებით ყველაფერს გითხარი კი რა თქმა უნდა